მზია ამაღლობელის ადვოკატები 13 თებერვალს ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ. მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომლებიც ჟურნალისტის საქმეში არსებობს და ერთობლივი შეფასება წარადგინეს. მათ თქვეს, რომ დაცვის მხარისთვის გადაცემული საქმის მასალების მიხედვით გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და რომ მოწმის სახით გამოკითხულთა შორის მხოლოდ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და მისი 6 კოლეგა არიან. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის სილის შემდეგ ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაუწითლდა და ეტკინა. ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ 6 პოლიციელის დაზარალებულის ჩვენება და 6 პოლიციელის ჩვენება. დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ მას ეტკინა, მას შემდეგ რაც გააწნეს სილა და ჰქონდა შეწითლება ლოყის და ყურის არეში და 6 პოლიციელი, რომელიც უდასტურებს დაზარალებულს, რომ მას მართლაც ჰქონდა გაწითლებული ლოყა სახის და ყურის არეში. ბრალდებას არც უცდია, არც გამოუკითხავს რომელიმე სხვა მოწმე მანიფესტანტი, რითიც ასაბუთებდა აღკვეთის შუამდგომლობას, არც ერთი ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი არც უცდია, არც გამოუკითხავს და მათ ინტერესში არ შედის, მთელი ბრალდება დგას აი ამ 6 პოლიციელის ჩვენებაზე. ანუ ბრალდებას აქვს დაზარალებულის ჩვენება, აქვს მათთვის საკმარო რისი, როგორც თვითონ მიიჩნევს 6 პოლიციელის ჩვენება. ჩვენ შუამდგომლობასთან ერთად წარვუდგენთ ახლა სასამართლოს თავად მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც ასევე ახალი გარემოებაა ამ საქმეში. ადვოკატებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე რამდენიმე მოთხოვნა დაასახელეს. ისინი მოითხოვენ სასამართლომ უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი, პროკურატურამ კი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ბრალდების საქმე და მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. დაიწყოს სამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც 2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე უკანონო დაკავებებსა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, უფლებადამცველები მოითხოვენ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. ამ ყველაფერს ნათელს მოფენს ის კამერები და ის ჩანაწერები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ დრომდე გამოძიებას არ მისცა. ანუ გამოძიებამ ეს მოითხოვა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუმცა ამასთან დაკავშირებით არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურობს, ან დამატებით მიმართოს, ან ამაზე საჯაროდ განაცხადოს, რომ გამოთხოვილია ეს ჩანაწერები, მაგრამ არ მისულა არ მიუცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ჩანაწერები, რომელიც შენობის შიგნით არის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს და რომელიც ნათლად დაადასტურებს, რომ ირაკლი დგებუაძე დიახ რამდენჯერმე ცდილობდა იმ ოთახში შესვლას, სადაც მზია ამაღლობელი ყავდათ დაკავების პირველ წუთებში. მზია ამაღლობელი უკვე 32 დღეა შიმშილობს და როგორც ექიმი ამბობს, ყოველი დღე არის დიდი რისკი იმისა, რომ მდგომარეობა ძალიან გართულდება. 32 დღეა მთელ ქვეყანასა თუ მის ფარგლებს გარეთ უცვლელად ისმის პროტესტის ხმა. თავისუფლება მზია ამაღლობელს.